ინგლისური ენა ხშირად ჯობია ქართულ სიტყვების შედგენასა და ჟღერადობაში, იმიტომ რომ ქართულში ბევრი მრავალფუძიანი აღმწერი სიტყვები გვაქვს და ამ შინაარსის დაკონკრეტებაში ამის ეს, იმის გამკეთებელი იკარგება ის არივით სიზუსტე და ძალა, რომელსაც ზოგი სიტყვა იმსახურებს. აი ეშხი რომ უნდა ქონდეს და არა აქ. გარდა ცისარტყელისა. Rainbow რა ჯანდაბარი. Rainbow წვიმის მშვილდი რა ჩემი ფეხები არის. ისა წვიმის მერე მოდის ხოლმე და კიდე ისა მშვილდის ფორმა აქვს და ეგრე დავარქვით. ცისარტყელა, ცას ერტყმის. ცისარტყელის ფენომენა, როგორც ყალიბდება, როგორც მანიფესტირდება ჩვენ დედაბუნებაში და როგორი ლამაზიც არის, არ იმსახურებს მოღუნული ხის და ისა ამის მერე მოდის შინაარსი რომ ჩაქსოვილი არის. ცისარტყელა 10 თავით ჯობია. ცათამბრჯენის ძალიან კარგი სიტყვა არის, მაგრამ skyscraper-ის დაახლოებით იგივეს ნიშნავს, აქედან გამომდინარე უფრო ახლო დაძაბული ორთაბრძოლა არის, მაგრამ ცისარტყელა თუ ძმახარ, დამეხიეთ ყველა ინგლისური